დილა მშვიდობისა. აქ დიდი ამბები დატრიალდა, წალი თუხთუხებს. ნინო, მოგვეწი ცომი. მომდივარ. მომაკ ცომი მშვენიერი ცომია გახუთხუთებული. ნინომ დაასვენა ცომი და ახლა წავა ყვალამყარების. სითბოში. ეყოფა მაგას დასვენება ეჭვმეპარება რომ არა, მაგრამ არაუშავს. ინდოელი ხალებს თავზე რო ადგათ ხოლმე ესე თასები და მოაქვს. ის მაინტერესებს, შეზნექილია თუ ისეიდებენ ტყილა. იცი ნინო, იმა თავზე ადევ ბუბლიკი. რგოლი და იმას. რგოლი ასეთი ბამბისგან შეკერილი რგოლია და ის რგოლი ადევ და იმ რგოლზე ადევთ ის ტაშტი. აჰა. ეგენ შესწავლილი მაქვს, შესწავლილი ინდოეთში. დავიწყოთ ახლა მე აქედან მოგემარჯვები ყველა რაი. იცი რა, მოდი ჩვენ ეს შევაზაოთ, არა, რომ არ გავწდეთ. არა, ცომი იმას ავქნათ დროზე. გააბწყელებს და მოხარშვის დროს. კი, ახლა. მე ახლა მაგას გავუკეთებ სცენას, რომ მაყურებელმაც დაინახოს თქვენი ყვალამყარები. აჰა. აბატონო, ასე უნდა იყოს ეგზები. და სანამ მოიხარშებს, მანამ შევაზაოთ აჩიკა. იგი მარიკო. კაი ამბები ერთადერთი ნერვებს და ხელს ეს აგრეგატი მიშლის. რატო მაგანა კაი საქმე ქნა და. კაი საქმე ქნა, მაგრამ საქმე რომ ქნა, მე აღარ მინდა მის დანახვა, ჩემს კონცეფციებს არ ღვევს. მარინა, ეხლა ეს ხო არის ხინკლის მოსაჭრელი, ნუ ამას და იქ რით იჭრედი ჭიქით მე მგონი, ხო? ჭიქით. კი. ესე იცი რა, მაგრამ რაც ახლა მოვაშთობ ძირს ჩაკამთე და რა მისი მძიმე ყოფილა ეს. უი მართლა რა მძიმეა და. უიდე და. всё, თანაბრად წყალი უკვე დუხს, მარილი ხო უნდა წყალს? მარილი წყალს მარილი კი, აუცილებლად. კარგი ჩაყარი ნინო. კი. მე ამას გიჭერ რომ არ გადმოგივარდეს. კარგი. აი, ეხლა ფუფუხა წყალში ჩავყვე. მარილი. ორი ყოვზი თუ მეტი, მარილი. კარგად ჭრის ესა. ეს მაგის მოსაჭრელადაა გამოგონილი. კი, ხინკლის. ხინკლის, ხო, ბათუმში ვიყიდე, იმაზე, ბათუმის ბაზრის კიდეებზე. ისეთი კაი რამეები იყიდება, გაგიკვირდება. ყოვზები, ნამდვილი გამოთლილი ყოვზები. ხის დაფები არაჩვეულებრივი აჭარაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხის ხელობა. გობები, იმის რა ქვია, მაგათ აქვთ ჯამებში რომ ნაყავენ. რა ქვია იმას, რომ გავაკეთეთ? მოსარეგვი. მოსარეგვი. ხალის მოსარეგვი. ზურა აკნების ბაზარი აღარ არის, ხო? გაუქვთ. მარტო ხორჯუმში, ხათაშორის ხორჯუმის ხეობაში ჯერ კიდევ არიან მიაკვნეები. კი ბატონო. ერთადერთი ხეობაა დარჩენილი მთელ საქართველოში, სადაც აკვანში იზრდება ჯერ ბავშვი. ყველა აღარა, იმაში უკვე ყიდულობენ იმას, რომ რა ქვია იმას, კალიასკას, რა ქვია. ეტლი, საბავშვო ეტლი. საბავშვო ეტლი. მარინა, ამაში ახლა 20 ცალი ჩავა თუ არა? კი, ჩავა 20 ცალი. მოდი აბა დავიწყოთ კი გვაქვს 20 ცალი. 20 კი გვეყოფა ჯერ. პირველ ჯერზე გვეყოფა და მერე გავაკეთოთ კიდე. დედა რა მიყვარს? ჩემო ბატონო. ცომი არის კიდე ცალკე ამბავი სამზარეულოში. შეიძლება ძალიან კარგი დიასახლეს იყოს, ქალი, მაგრამ ცომს ვერ აკეთებ. მართლა? რა? ნინო, შენ რატომ ხარ ასე ხალვათად დღეს წარმოდგენილი? იმიტომ რომ ზემ მომატყუა, ვერ ველევი იმას შემოდგომას. ნოემბრის ბოლო რომაა და მე პალტომაცვია და კაშნი და ჩაფუთნილი ვარ და შენ ვარდებით მჟღუიალებ, ეს ნორმალურია? ზურა წელს თოვლი რო არ მოვიდეს, всё, მე მივდივარ იმაში, რა ქვია. მე რაც შეგეკითხე, იმაზე მიპასუხე ჯერ. ხელმათად იმიტომ ვარ წარმოდგენილი, რომ ზემ მომატყუა. ნოემბრის ბოლო რომაა კალენდარში არ შეიხედე? წელს რო არის ასეთი შემოდგომა თბილისში მე არ მახსოვს. ასეთი თბილი, ხანგრძლივი. მარინა, დღეს განსაკუთრებულად თხელები გავაკეთოთ. კი ბატონო. გამჭვირვალე. მარინა, თუ გაბრაზებულია, მეგრულად პასუხობთ, კოპატენი. მაგრამ თუ ჩვეულებრივ რეჟიმში ვართ, მაშინ ქართულად. და მე მარინა მასწავლის კიდევ მეგრულ გამოთქმებს. სოშემლებ თესხე. აჰა, ჩემი შვერთელია. ჩემი შვერთელია. შენ ხო ვიცი კიდო ნინო რაც ხარ ჩემი შვერთელია, ჩემი ჯექერია, სქანი ჭურიუმა. თეშ მიორქის ქიმი დუდიშა მისხუნუქი. კოპატენ. ისა ზურა ჩემს სიხალვათე ჩასვას რაზეზე მთავარია ვარდი ხომ ადგილზეა. ვარდია მთავარი ატრიბუტი. ვარდის გარეშე ვინ გაფრენილა? კოკობო ვარდო. რაღაცა მოუხერხებლად აღწელებს მარინა. მოდი იმაზე დავწერილი. იმიტომ რომ დავშვება კორწიადო. ის გამოვაცალო. გამოაცალე. მყარაც უნდა იყოს. აი, ხომ მინდა მე რო ავიდე. დუძე გაქვს ხალი, შავ-შავი თვალი. ნანემდე. სოშემლებ თესხე არის საჩემიძლია. საჩემიძლია ამდენი. საჩემიძლია ამდენი. სოშემლებ თესხე. ისი ახლა აქ ადგილი რო ქონდეთ ჩვენ მე გავიყვანდი ცებს და მარინე მოახვევდა. დედა მე წავალ და გექნებათ ადგილი. არ გვანებებ. კიდე რა ვიცი მეგრულად.
რა იცი მეგრულად? მუჟა მორთი და მუჟა მეურქ. როდის ჩამოდი და როდის მიდიხარ? ნელი და ვარდო მყავს მეგობარი ქალები ორი. სამეგრელოდან. ნერგებით ვაჭრობენ. ცოცხალი ნერგებით. რომ დაავალო ჭადარი ჩამომიტანი 10 მეტრიანიო, კითხავს, იმას კი არ კითხავს. ამას რაფერ წამევიღებ ანდრამე. კითხავს როდის გინდაო. აჰა. ხო და რომ დავინახავ ჩამოსულები არიან შევეკითხები მუჟა მორთი ოი, და მუჟა მეურქ. როდის ჩამოდი და როდის მიდიხარ? ქუდვამთხი. გამოუკონოთ ახლა ეს ჩვენი ყველიანი კვერები, დედა რა მიყვარს მე და იცოდეთ, მირჩევნია სხვათა შორის მეორე დღეს შემწვარი მარინა. მაკარაკში. დედა რა უხდება ნინო? კარგად შეპიწყინებული, კი ბატონო. ხინკალივით აპი პრინციპში, ახალი ამაში რა არის, მაგრამ. მოდი, ერთი მე ცი შეგხედავ და მე მეც ვწვდი. ხინკალივით აკეთებ მარინა? ხო, ეს თავი ესე უნდა მოუკრა. და მე უნდა გავუკეთო ეს. გვალათ აკეთე? გვალათ, ეს არის კვარი. გადასწრებია და. აი, მაშინ ამას გავამრგვალებ მე და მე რო ვიცი ისევისა. ერთ წელს. მაგრამ ყველი თუ არა, აი, წუთას მაგაში ძალიან რომ დნება ის ყველი, მე იგრძნობა ძალიან ცოტა ძველია, ან ცოტა მჟავი არ ვარ და. სულ გუნი უხდება. საუკეთესო უნდა იყოს ყველი, ხო? არ მინდა მე კონსიც. მე ხშირად მივირთმევ და ვიცი მაგის თავისებურებები. ნინო არ გცივა? არა. არ მცივა. ჩემ ჯინზი ამბობს ახლა რაფერ შეიძლება ნოემბერში ადამიანს არ მცივა. მე ისე არ მიყვარს სიცხე ზურა, რომ თანახმა ვარ მციოდეს. ხვაბი გადირია, ხვაბი, წევი და გაფრინდა, გადააძრე თავი. არა უშავს, მოიცადე, შეხედე. ორთქმავალი აი ვიცი. მე ასე ვიცი. ხო, მასე. არ წაგვიღოს ნინო. უი რა კაია, ნახე, ჩუხჩუხებ. ხوار ჩავამატო წყალი არა? რატომ და ჩაამატო? რატო და მარილი ხო არ უყავი მეტიო და მე არ ამგონი აჩვენს რო ვაკეთებ ლამის ნახევარ პაჭკა კარას ვაკეთებ შეხედე ჩავყვითო კაია იცი ხო არის რაღაცა ძველი თურქული სახელები რო ქვია საჭმელებს აჭარაში ხო და რაღაც არის კარაკი ბევრი ერბოში იწובה ყველი და რა დაარქვეს არიცი ყველყვინთია მინდა არქო კომულეტლება და იმ დღეს მომწადეს ბორანოა ბორანოს ყველყვინთიას არ აკეთებ რომელია მეთქი დაო კარაკში რო იწובה ისო ყველი ხათა შორის ერთხელ მითხრეს იქ აჭარაში რომ ესო ჩვენ ძია გათვლილი ამდენს რო შრომობთო სათიბი გვაქო საშრომი გვაქო და კალორიული რომა თელი დღე რომ ჭალაში ვარ და ვთიბავთო და მოვდივარ დაღლილი მეეო და თქვენო ჯიპებით რომ მოხვალ, გადმოხვალ, მიირთმევ და ისევე ჯიპით წახვალ. გემსუყებათ იმიტომო, თორა ჩვენ თუ გჭირდება კალორიაო და ამიტომ მარინა კარგად რო არ შეიტყვას გამოვა. ისა რა გამოძვრება ყველი. კარგად უნდა. მარინას მაგი არ ესწავლება, შენ უასწავლი ჭკუას ჩემს. მე აგერ პროექტორ შევიტანე. აჰა. შენ რა ცხა გზელები გამოგყონე, ნინო? ხო, აი ასეთი. მარინამ რგვალები გააკეთა კვერები და მე ცოტა მოგრძები მთვარისებურები. ისე უფრო ხშირად ცოტა მოტრიალებულად ჩაღაჩარდა ნინო რომ არ ჩაიწა. თუშები აკეთებენ კიდე იმასთან მინახავს. ეთეროს მეგობარია ერთი ნანალო ქვია, ნანალო. უი რა კაი სახელია. ხო და ხო საყვარელი ქალია, ძალიან კაი ხელობები იცის, ბევრი თუშური ქსოვის და ქარგვის ტექნიკა იცის, ძალიან კარგი და იმასთან ვიყავით ერთხელ სტუმრად და იმან გაგვიკეთა, ოღონდ ის იყო ჭადის ქვილში გამოკრული. უი, რა სამბო. ღურღუჭელები ქვია, ხა გამახსენდა. ერთხელ თუშურ რაღაცებს რომ გავაკეთებთ, მაშინ იხარშება თუ იწובה ბეგა? მოიხარშება. ჭადის ქვილში გამოკრული, ეხლა თქვენო რახან ასე უცებ მოხვედითო, ღურღუჭელებს გაგიკეთებთო და ასე აი ამ ფორმის ოღონდ ჭადის ქვილში. როგორ მოიხარშა ჭადის ქვილი? გადასარევას სრიალები ამოვიდა ჭადის, ძალიან გემრიელი სხვათა შორის. როგორ მაინტერესებს? ხო, ეგ თუშებს ვკითხოთ კარგად და გვასწავლია. ეს რო წამოვა მარინა და ზედაპირზე ამოვა ერთი 10 წუთი მერე უნდა იხარშოს, ხო? კი, ზედაპირზე რო ამოვა. აი, ეხლა მე მგონი ეს შევანელოთ. კარგი. მარინა, შენ თუ გინდა და მე აქეთ მიმხედავ. მოდი შენ მაგას მიხედე და მარინამ შეანელოს ბარემ აჯიკა. რო კარგად გაგვკიცხონ, არამასი არ უნდა, ისე უნდა. მარინა არ დააკლო რამე რო არა უშავს გქონდეთ ქვილიანი ხელი რა უჭირს. რა უნდა ახლა მას? ამას უნდა ეხლა მარილი. მარილს მე არ მიმაკაროთ. მარილი კარგად უნდა. ჩავყაროთ. რამდენი ჩაგიყარო? მიხარ ჩაგიყარო. 1-4 კოზი მაინც. 4. კი. გადაახედე ცოტა იქით. დაინახოს მაყურებელმა ცოტა ასე. 4? 4. დარწმუნებული ხარ? კი, მეტიც. არ გვაქვს თუ რა? ეს უნდა დადუღდეს თუ ასტერილებ, მარინა?
ამას სახმარად გავაჩერებთ ამას სახმარად ეხლა ამწუთას ესე, მაგრამ ისე დადუღებითაც ახლა მეტი მარილი არ ქნა, მარკებით. მარი უნდა აჯიკას. უნდა აჯიკას კაცო მარი. აჯიკას უნდა მარილი. რა გინდა კიდე რა ეხლა გავუშვათ ქინძი და ქინძი დაფქვილი, ხმელი. დაფქვილი, ხმელი, ქინძი და უცხო და სუნელი. ნედლითაც ხომ აკეთებ შენ ზაფხულში? ნედლით ვაკეთებ მწვანეს. მწვანეს. კაი, ჩაუში, რაღაც მე რაღაც მიყო. ძმარი აგერ არის გადადუღებული ძმარი, მაგრამ შეგიძლია წაიღო. რა კაი სუნელი აი ჩვენი დაფქვილია და იმიტომაა კაი. რომ დათესლდება კარგად, ღეროიანო. მაგაში არაა მარტო მაგი მე ვიცი და იმიტომ ვლაპარაკობ ასე კაფიოთ, გაბედულად. მაგაში არაა მარტო თესლი ნინო. ღერიცა. ღერი, ყვავილი, ყველაფერი დავფქვით იმ აგრეგატში. ხო და გადასარევი გამოდის. ეს ჩვენი ჩამოტანილი საიდან სოფელი ფცა. ქარელიდან რომ ჩამოვიტანეთ, გახსოვს ყვითელი ყვავილი. იქიდან თესლი რომ ავიღე, იმ თესლად დავიტოვე და ის ყვავილი გავაშრეთ ყველა და მარტო თესლი რო დავქვა, გამოდის მწარე, იცი? არ ვარგა თესლი. ხო, და თესლი დავიტოვეთ, ცალკე მარტო ფოთლები დავქვით. კი ბატონო. საერთოდ სუნელები ცალკე ამბავია და ერთი კაი პატარა ამბავი მიუძღვნათ სუნელზეა ყველაფერი დამოკიდებული. რა თქმა უნდა. თუ არა, კაი სუნელი. საერთოდ აი ხლა ამბობენ ვიღაცა მითხრა რომ სუნელები რაც იყიდება თურმე ბევრი ჩამოტანილია ინდოეთიდან და ყაზახეთიდან. მე რიქდა ჩამოტანილი უფრო ძვირი არ ჯდება არ ურჩევნიათ აქ მოიყვანო. მე რა ვიცი, მე კი მირჩევნია, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია. სუნელები არის ძალიან გემრიელი სვანური. სვანური იქიდან ჩამოტანილი სუნელებით ვაკეთებთ ხოლმე ჩვენც. კი, სამეგრელოში. კი, ჩამოქონდა სვანების ბაზა. გიცრულისნაირი არაფერი არა. ისეთის მაგათი ძალიან. ნამდვილი გვიცრული არის მარტო უშგული სათიბებში. დავამატოთ სხვაგან არ არის. ნინო, მაგით რომ ურევ, მაგი რა არა, გადავაბრუნე, ამითი არ ამომირევია, თორე ამითი როგორ ამოიღება. მოდი, გადავაბრუნე, გამოტრიალებული იყო. ჩვენს მაყურებელს იცი რა უთხრათ? ნინოს უჭირს მომარაგება ნივთების. სულ ამაზე გვაქვს ჩხუბი, კადრს მიღმა. რომ მომიმარაგო არ შეიძლება. ახლა კიდე მოგიხარშავ, მეტი საქმე არ მაქვს. მაგის მოსამარაგებლად ხარ შენ აქ ამარა, არ გეყურება და. გამიშვით ახლა და მოვიტან, შეიძლება? პატიცები მასალები რომ მოვიტან ამოსაღებს ხო გვინდა? სხვათა შორის თქვენ გიღებენ ნინო კადრში ხარ. ვიმე უკაცრავთ, მოვიტან ამოსაღებს რომ ქვაბიდან და ამოვალაგოთ უკვე. ნახე, როგორ ამოცვიდა ესეთი და ეხლა რო ამოვიდა წყლის ზედაპირზე 10 წუთი უნდა იხوارხვალოს და მე ამოვალაგე. ცივიწყალი არ უნდა მოვაცხა რო არ მიეწებოს, მაგრამ ნახინკალზე ესე იციან ხოლმე. კი, ცივიწყალი ამოღებს. ცივიწყალს და მე არ მიეკრება ცომები. ერთმანეთს ამოვალაგებ დიდ მაგრამ არც ცივი გებრიელი. მაგრამ არც ცივიწყალი აქვს და არც ამოსაღები აქვს, არც კოვზი აქვს და გაჭირებული მდგომარეობაში. რამდენამეზე ვიფიქრო? რამდენზე? ვარძე, გვირილაზე და რა ვიცი, გაწმობაზე, ჩაცმაზე. ძალიან გახადრეში. და მე ყოველ გადაღების წინ იკეთებს ვარცხნილობას. დიახ. მოდის მოწესრიგებული ტუჩკბილით. გაპრანჭული ვარდით. ეგ არის ბოლო იცოდი ამ წელიწადში. რა? მე გარეთ საჭმეს აღარ გავაკეთებ. მინდა პირობების სამზარეულოსი. სადაც მექნება? მე ჭიმაქრო შენ სამზარეულოშიც მასე იქნები რაფერც გარეთ ხარ. არ ვიქნები სამზარეულოში, ყველაფერი იქ ალაგია. აგერ შევალ სამზარეულო ხარ დეკემბერში გარეთ ნამდვილად ვეღარ. მე ვეღარ დავდგები პალტომაცვია და საბანს ვერ მევიხურა. მე სამზარეულო მოქვს შუაში რომ ვდგარ ვარ სამზარეულოში და ეხლა ასე ტრიალი არ ვარ ნინო, ამიტომ მაცვია პალტო შესაბამისად ამინდის. დეკემბერში გარეთ დადგომას მე არ ვაპირებდა. ჩემი ხნის რომ იქნები შეწყურვალე იქნები. გემშვიდობებით ასე მხურვალეთ გვექნება სასწაული, შიშხათიანი აჯიკა. სასწაული ყველიანი კვერები, მარინა უღმესი მადლობა, შენ ხარ ჩემი თვალი, მეზობელი, კარი. მოიცა მარინა, შეიძლება მე რო არ მეჩხოს სუფრაზე, შეიძლება ყველა მკვერი აჯიკით რომ ჭამოთ თუ არა? არ მოსულა? არა. არაჟანი უნდა ხო? არაკიან არაჟანი. არაკიან არაჟანი. არ გვაძლებენ უფლებას აჯიკის გამოყენება. დავიწყეთ მე უკვე მაგიდის გამზადებას. დაიწყეთ ჩვენ პატარა ამბები გვაქვს და იქით გავსეირნდებით. დიდი მადლობა, გელოდებით სუფრასთან.